Მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს, როგორც რომ და თათამ დაანონსეს სპორტის რუბრიკის დროა ხუთშაბათი დღეა და დღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებთ, რაც მთავარია, ვისაუბრებთ ცხენოსნობაზე, იმიტომ რომ ლისის იპოდრომზე გაიმართა ზაფხულის თასი, შეჯიბრი შედგა ბარიერების გადალახვაში და რა თქმა უნდა არაერთმა მხედარმა მიიღო მონაწილეობა. დღეს შევეხებით კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას, შალვა გაშიძელიძე გახდა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული რამდენიმე დღის წინ და აი ამ მნიშვნელობაზე ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, ამ ტურნირისა. ჩვენი სტუმრები არიან მხედრები რუსუდან ფიცხელაური და ლელა თანიაშვილი. მოგესალმებით, დილომშვიდობისა. მადლობა მობრძანებისთვის და ძალიან საინტერესო, როგორც აღნიშნე, ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვილაპარაკოთ დღეს და მოდი დავიწყოთ ბოლოსაც თქვი საერთაშორისო ტურნირი, რომელიც შალვა გაშიძელიძემ მოიგო რამდენიმე დღის წინ ბელგიაში, რუსუდან თქვენთან დავიწყებთ. მოდი მნიშვნელობაზე გავუშვათ ხაზი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი სპორტსმენი, გასაგებია რომ შალვა გაშიძელიძე იმ რანგის და იმ დონის სპორტსმენია, რომელისგანაც არ არის უჩვეულო მსგავსი შედეგის დაფიქსირება, თუმცა ყოველი ესეთი გამარჯვება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ავითარებს და კიდევ უფრო პოპულარულს ხდის სპორტის კონკრეტულ სახეობას, ამ შემთხვევაში ცხენოსნობას ჩვენ ქვეყანაში. მნიშვნელობაზე ვისაუბროთ ამ საერთაშორისო ტურნირზე შალვას წარმატებისა და შემდეგ უკვე შევეხოთ ზაფხულის თასს და ზოგადად ცხენოსნობას საქართველოში. კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ბელგიაში, ქალაქ ვუსტვეზელში ჩატარდა 3 ვარსკვლავის დონის საერთაშორისო ღონისძიება ბარიერების გადალახვაში და გახსნითი დღის პირველი დღის ანუ speed class ესე ქვია, სისწრაფესა და მართვაში ტურნირის გამარჯვებული გახდა შალვა გაშიძელიძე, მისი ახალი ცხენით ლამბადა. და დიახ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიხარულო იყო ჩვენთვის და ასევე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ხშირი იყო, თქვათ, რაღაც გარკვეული პერიოდის წინ ხშირად იყო, რომ საქართველოს საერთოდ არ იცოდნენ ბევრმა მონაწილემ თუ ორგანიზატორმა, სადაც მივდიოდით ხოლმე ამ ღონისძიებებზე და ახლა უკვე საქართველოს დროშაც დაკიდეს, თქვათ, ბევრ ადგილას და იციან შალვა გაშიძელიძეც ვინ არის და რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის ცნობადობას ძალიან ამაღლებს ამ სპორტში. რა თქმა უნდა და ულოცავ შალვას აქედან ბუნებრივია და მსგავსი წარმატებებზე ჩვენ რა თქმა უნდა ხშირად ბევრი უნდა ვილაპარაკოთ და ხშირად უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც თქვენ აღნიშნეთ. ლისის იპოდრომს დაუბრუნდეთ, ბელგიიდან ჩამოფრინდეთ თბილისში და ვისაუბროთ უკვე ზაფხულის თასზე, შეჯიბრებაზე, რომელიც პირველად იმართება ზაფხულის თასი, ზამთრის თასი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 4-5 ივლისს გაიმართა იპოდრომზე ეს რა ქვია, ბარიერების გადალახვაში, ხო? მოდი ამ ტურნირის შესახებ მოვყვეთ, რანაირად მონაწილეები და შევაჯამოთ მოკლედ ვრცლად ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. კი ბატონო, როგორც საუბრნიშნეთ, გასულ შაბათ-კვირას მოხდა ეს ღონისძიება. შაბათს გახსნითი ღონისძიება იყო ზაფხულის თასის. სამი კატეგორიის შეჯიბრი ტარდება ხოლმე, ეს არის ოქროს ტური, ვერცხლის ტური და ბრინჯაოს ტური და ასევე ბრინჯაოს ტური ორ კატეგორიად იყოფა. აქ არის უკვე ონიკლას სვეძახით, სადაც დამწყებ მხედრებს და ასევე დამწყებ ცხენებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. ეს ახალი კატეგორია. ან დამწყებ მხედრებსა და მოყოლ მხედრებს შორის სამე ზღვარი გადის თუ შეგვიძლია ესეც მოიხსენიოთ? კი, შეგვიძლია ესეც მოიხსენიოთ, შეუძლიათ ერთ კლასში მონაწილეობის მიღება. ასევე როგორც აღნიშნეთ, ვერცხლის ტური, აქ უკვე შედარებით გამოცდილი ცხენები და მხედრები იღებენ მონაწილეობას და რა თქმა უნდა, ოქროს ტური, სადაც ბარიერების სიმაღლეც უკვე საბრძნებლად მაღალი არის, დაახლოებით 130-135 სანტიმეტრის და მოკლედ ხო, ესეთი უკვე სუპერ პროფესიონალური შეჯიბრება გამოდის, შეიძლება ითქვას. სპორტსმენების რაოდენობაზეც ვისაუბრეთ ამ შეჯიბრებებში, ან მამაკაცები, ქალები, ცალკე კატეგორიებად არიან თუ როგორ ხდება ეგ ამბავი? ეს ერთადერთი ვიტყოდი ოლიმპიური სპორტია, სადაც ქალი და კაცი, ანუ სქესის მიხედვით არ განირჩევა და თანასწორ უფლებიანად ასპარეზობენ ერთ ტურნირში, კი ბატონო. ჩვენს მონაწილეების რაოდენობას რაც შეეხება,
ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დამწყებ ტურნირში, დამწყებ მხედრებსათვის ტურნირში საგრძნობლად გაიზარდა დაინტერესება, მსურველების რაოდენობა და ასევე ცხენების რაოდენობა. ბავშვები, მოყვარულები ცდილობენ უკვე ქართული ჯიშის ცხენებიც გამოიყენონ ასეთი დაბალი სიმაღლის ბარიერების გადალახვაში, რაც რა თქმა უნდა სასიხარულოა, თუმცა სამწუხარო ის არის, ვიტყოდი, რომ ძალიან ცოტა მონაწილე გვყავს ოქროს ტურში. ვერ ვიტყვი, რომ აღარ არის ცხენების რაოდენობა საკმარისი საქართველოში, ეს პრობლემა ნამდვილად იდგა დაახლოებით 3-4 წლის წინაც კი, თუმცა კერძო კლუბებმა საკმაოდ კარგი ხარისხის და ბევრი ცხენი ჩამოიყვანეს დღესდღეობით საქართველოში, თუმცა მონაწილეების რაოდენობას ეს მაინც არ აისახა მონაწილეობის რაოდენობაზე და ამ შემთხვევაში უკვე ვაწყდებით იმ პრობლემას, რომ მხედრების სიმცირე არის, რადგან პრაქტიკა აკლიათ მხედრებს საერთაშორისო ასპარეზზე და უჭირთ, ვთქვათ, ყველას, რომ ამ დონემდე ავიდეს მალე, რადგან არ არის საკმარისი რაოდენობის ღონისძიებები და ზუსტად მაგიტომ რითიც დავიწყეთ, მნიშვნელოვანია ზუსტად მაგას გავუსვათ ხაზი, რომ საერთაშორისო ასპარეზზე როცა გვაქვს წარმატება, ამ შემთხვევაში შალვას გულისხმობ, შესაბამისად პირდაპირ პროპორციულია, შეიძლება მეორე და მესამე დღესვე არა, თუმცა რაღაც გარკვეულ პერიოდში უნდა გაიზარდოს ეს ინტერესი და პოპულარობა, რაზეც იმედია, რომ ესეც იქნება და იმედია, რომ უკვე შემდეგ თასებზე ოქროს ტურში უკვე გაიზრდება მონაწილეების რაოდენობას. მოდი თქვენ შედეგებიც ვისაუბროთ, თქვენი გამოცდილება, თქვენი შედეგები წლების განმავლობაში დაგროვილი და ამასაც მოყვეთ ლელო თქვენგან დავიწყოთ და მე რუსთვენსაც ვკითხავ. აბა თქვენი გამოცდილებით და თქვენ შედეგებზე საუკეთესო შედეგი რა ყოფილა თასებზე ახლა თუ მიიღეთ მონაწილეობა და როგორ ხდება თქვენ პრაქტიკაში ეს? ახლაც მივიღეთ მონაწილეობა. 2 საჯარი მოგქონდა მე და ჩემს ხეს, მაგრამ კმაყოფილები ვართ იმ შედეგით, რა შედეგიც ახლა დავდეთ. წლების განმავლობაშიც, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ცხენი იყო, სხვადასხვა ცხენთან ერთად გიწევს ასპარეზობა, არ არის ეს სირთულეს წარმოადგენს, ხო, რეალურად თუ რაღაცა მიჩევის ამბავია თუ როგორ ხდება? კი. პერიოდი გჭირდება რაღაც დრო კონკრეტული მოემზადო, რომ იყო მზად როგორც შენ, ისე ცხენიც, ანუ ორივე ერთად უნდა იყოს მზად იმ კონკრეტული შეჯიბრისთვის, რაშიც იღებ მონაწილეობას. ეს ანუ სიმაღლის მიხედვით და კატეგორიის მიხედვით, რა თქმა უნდა. და ამიტომ ანუ ეს არ არის, რომ დაიწყო ერთი ცხენით და რამოდენიმე წელი კონკრეტული ერთი ცხენი გყავდეს, არა შეიძლება 2 ცხენიც გყავდეს ერთდროულად 3 ან რაღაც პერიოდის განმავლობაში სხვა ცხენზე მოგიწევს მოკლედ გადაჯდომა და ვარჯიში. ამიტომ ეს ყველაფერი გამოცდილება, რა თქმა უნდა, ანუ ვარჯიშზე სხვა გამოცდილებას იღებ, სხვა რაღაცას სწავლობ, შეჯიბრიც ეს უდიდესი გამოცდილება არის, როგორც ფსიქოლოგიური მომზადება, ძალიან მაინც სტრესია, ნერვიულობა და ყველაფერი არის გამოცდილება. ხო, დროთა განმავლობაში პრაქტიკაში მე უკვე ყველაფერი გადადის და რა თქმა უნდა გამოცდილება გროვდება. თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება? ჩემ შემთხვევაშიც ბოლო შედეგზე რო ვისაუბროთ, სილვერ ტურში მივიღე მონაწილეობა საკმაოდ გამოცდილი ცხენით, მელომანის სახელად. ეს არის შალვა გაჩეჩილაძის ცხენი, როგორც წესი ის ასპარეზობს ხოლმე ამ ცხენით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩემ ცხენს პატარა ტრამვა აქვს უკვე ბოლო 2 ტურნირში ვერ ვიღებ ჩემი საკუთარი ცხენით მონაწილეობას და აქედან გამომდინარე დამითმო, ასე ვთქვათ, ერთი დღე მეც მივიღე მონაწილეობა, სამწუხაროდ პირველი ბარიერი ჩამოვაგდეთ, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ წინა ღონისძიებიდან, წინა ჩვენი გაზაფხულის თასის შემდგომ არ მიმიღია მონაწილეობა არც ერთ შეჯიბრში, არც მივარჯიშია ისე არ ვიყავი საკმაოდ კარგად მომზადებული, ამიტომ შედეგით მაინც კმაყოფილი ვარ და რაც შეეხება წინა პრაქტიკებს, ჩემი ყველაზე, ასე ვთქვათ, შედეგიანი ცხენი იყო კობზონის სახელად, რომლითაც მიმიღია მონაწილეობა ოქროსსა და ვერცხლის ტურებში და პირველი ადგილებიც მომიპოვებია. ეს რა თქმა უნდა ნაციონალურ დონეზე, საერთაშორისო ასპარეზზე მხოლოდ ერთხელ მაქვს მონაწილეობა მიღებული, ჯერჯერობით და იმედია მომავალშიც მივიღებ.
და ისევე ცხენი კობზონით. გავედი მეხუთე ადგილას თუ არ ვცდები. ჩვენიერი. ხო, ნუ ერთხელ მონაწილეობა და მეხუთე ადგილი არ არის. მეორეჯერ და მესამეჯერ მონაწილეობის შემდეგ უკვე თქვენთანაც გექნება თქვენ თავთან ის რაღაცა მოთხოვნა, ესე რომ ვთქვათ, რომ უკეთესი და უკეთესი შედეგი დააფიქსინოთ. მე ერთხელ ჩავერთე იპოდრომიდან და იქ იყო ცხენი ყავდა ეთერში. ხო, როგორ არის? მომიკითხეთ, ნესი ძალიან ლამაზი იყო მართლა, ძალიან საყვარელი. თუ მიიღო ნესი მონაწილეობა ამ ტურნირზე და მის მხედართან ერთად რა შედეგი დააფიქსირა? ნესი არის რუსოს ცხენი. ძალიან საყვარელი ცხენია ნამდვილად, უსაყვარლესი. მაგრამ მაშინაც საუღნიშნეთ ნესის სპორტული კარიერა დასრულებული, მაგრამ მაგის მიუხედავად ვარჯიშობს აქტიურად, თავს ბრძნობს ძალიან კარგად. ჩვენიერი. ისვენებს ერთობა. აი ეს ზაფხულის და ზამთრის თასებია, ხო და რა პერიოდულობით ტარდება? ანუ ზაფხულის თასი ჩატარდა ახლა ივლისის დასაწყისში, 4-5 ივლისი, შემდეგ უკვე რამდენხნიანი პაუზაა და როდის განახლდება სეზონი? კარგია რომ მოგვეცა შანსი, ახლა გავაჟღერებთ, ველოდებით მაყურებლებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რომ ბევრი დაინტერესება იყოს, ბევრი მსურველი იყოს და ამიტომ დავაანონსებ, ასე ვთქვათ, რომ აგვისტოს ბოლო შაბათ-კვირას გაიმართება კიდევ ერთი ღონისძიება, ნაციონალური ტურნირი, ზუსტად იგივე შემადგენლობით და დონეებით, ასე ვთქვათ, და ველოდებით მაყურებელს. ხო, და ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ დასწრება არის თავისუფალი. დიახ. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სურვილის შესაბამისად აქ ყოველგვარი ფინანსური დანახარჯები თუ როგორც არის, მოკლედ რო არ გავაზვიოთ მეტი არ ვილაპარაკოთ ამ ფინანსურ ამბებზე. დასწრება არის თავისუფალი, შეგვიძლია მივიდეთ ლისის იპოდრომზე და მივიღოთ სიამოვნება იმ სანახაობით, რომელსაც მხედრები და ცხენები ერთად გვთავაზობენ და მადლობა თქვენ ამისთვის. სანამ დავასრულებდეთ, მანამდე მინდა კითხოთ ზოგადად თქვენ ნაწილობრივ აღნიშნეთ, მაგრამ ზოგადად რამდენად მზარდი არის სპორტის შესახება საქართველოში და მე მაგალითად ახლა ჩემი მეგობრების Facebook სტორიებს რომ ნახულობ, ბევრს დაყავს, ნუ ჯერ რა თქმა უნდა, უბრალოდ არაპროფესიონალურად, მაგრამ ბავშვები ცხენებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია რა ბავშვებისთვის, ჯანმრთელობის კუთხითაც და სპორტული თვალსაზრისით. რამდენად მზარდი არის სპორტის შესახება საქართველოში და რამდენად მეტი და მეტი ადამიანი წლიდან წლამდე მიმართავს თუნდაც იპოდრომს ან არის ადგილები, სადაც შეუძლიათ თუ ცხენით უბრალოდ ისე ირნო, ხო, აი რა ხდება ამ მიმართულებით ეს რო აღვნიშნოთ, რომ კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ჩვენი მაყურებელი. კი ბატონო, როგორც იპოდრომზე აღნიშნეთ, შესაძლებელი არის მსურველი მივიდეს და ნუ რაღაც ეტაპამდე შეისწავლოს ეს სფერო. ასევე არის კერძო პატარ-პატარა კლუბები, როგორც თბილისის მასშტაბით, ასევე რეგიონებშიც. უბრალოდ აქ ისე ვაწყდებით იმ პრობლემას, რომ არ არის სათანადო ცხენები, განვითარების მხრივ, ასევე ტრენერებიც მოვიკოჭლებთ ტრენერებშიც, მაგრამ ნუ ესე ერთიანად ხას ვერ გადაუსვათ, რა თქმა უნდა. ყველას თავში ვერ მოუხარშავთ, ხო? კი ბატონო, მაგრამ რაღაც დონემდე, რა თქმა უნდა, შეგვიძლია მოკლედ რეკომენდაცია გაუწიოთ, რომ მივიდნენ, დაეფლონ ამ სფეროს. უბრალოდ მე ისე თავიანთი შრომის, მონდომების და ინტერესის შედეგი იქნება მათი საომავლო გზა ამ სპორტის სამსახიობაში. და ბოლოსკენ სანამ წავალთ, მოდი თქვი ერთი დავაანონსეთ, რომ აგვისტოს ბოლოს იქნება კიდევ ერთი ტურნირი და ისევ ლისი იპოდრომზე. მე ვიცი, რომ გაქვთ გასვლები, ხო რეგიონებში, აი კაჭრეთში იყო მაგალითად ერთი-ორი თვის წინ თუ სწორად მახსოვს და აი მსგავსი ღონისძიებები წლის განმავლობაში თუ არის უკვე დაგეგმილი, თუ ეტაპობრივად იგეგმება გზადაგზა. სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ხოლმე წინასწარ ინფორმაცია, კერძო კლუბები აპირებენ თუ არა წლის განმავლობაში რაიმე ღონისძიების ჩატარებას. ამ შემთხვევაში ძალიან მოხარულები ვიყავით და ჩვენგან წავიდნენ მსურველები და მიიღეს მონაწილეობა, როდესაც კაჭრეთმა ჩაატარა 10 წლის იუბილე ჰქონდათ და ამასთან დაკავშირებით ჩაატარეს მოყვარულთათვის ვიტყოდი, შედარებით დაბალი სიმაღლის ღონისძიება და აი სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ წინასწარ უბრალოდ არ ვიცით, თქვა წლის მანძილზე აპირებენ, არ აპირებენ და
რაღაც ესე. გზადაგზა გიწევთ მოკლედ რაღაცების დაგეგმვა. კი ბატონო, ესე არის. კი, ბატონო. ფედერაციას რაც შეეხება, ამასაც ვიტყვი, მაგრამ წლის მანძილზე 5 ნაციონალურ ტურნირს ვატარებთ და 2 საერთაშორისო მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპს, რომელიც სექტემბრის თვეში გაიმართება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი არის ყველა ქართველი სპორტსმენისთვის, რადგან მათ ეძლევათ შანსი დააგროვონ მსოფლიო ფინალისთვის სარეიტინგო ქულები და შემდგომ დაჯამებული ქულებით გამოვლინდება ერთი ადამიანი, რომელსაც ექნება შესაძლებლობა გაემგზავროს მსოფლიო ფინალზე. თუმცა ესე პირდაპირ არ მოხდება, მას კიდევ სხვა საკვალიფიკაციო ტურნირების გავლა მოუწევს შემდგომ ევროპაში, რაც შალვამ შარშან და შარშანწინ უკვე გააკეთა და მაგის იმედი გვაქვს, რომ ისევ წელსაც ქართველი მხედარი გაიმარჯვებს და არა ვთქვათ სხვა ქვეყნის, რადგან ჩვენი კასპია-კავკასიის ლიგის წარმომადგენელი ქვეყნის მხედრებიც მიიღებენ წელს მონაწილეობას. გასაგებია და ეს არის კიდევ ერთი мотиваცია ქართველი მხედრებისთვის, რომ მეტად მოემზადონ და მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო ასპარეზზე, რაც როგორც ვთქვი, საკმაოდ გვაკლია სამწუხაროდ. ლელა თანიაშვილი, რუსუდან ფიცხელაური იყო ჩვენი სტუმრები, ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, სალაპარაკო კიდევ უფრო ბევრი უბრალოდ რომ გადაცემის ქრონომეტრაჟი არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ბევრი ვილაპარაკოთ, არადა სალაპარაკო მართლაც ბევრია და აუცილებლად გავაგრძელებთ საუბარს დროთა განმავლობაში, შევეხებით ცხენოსნობას. მადლობა დღეს სტუმრობისთვის, წარმატებას გისურვებთ და კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ლისი იპოდრომზე ეს ტურნირები არის თავისუფალი დასწრება, მოკლედ და დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ სიამონება, უბრალოდ კი არ დაესწროთ, სიამონება მიიღოთ ამ ადამიანების და მათ ცხენების მონაწილეობით მსგავს ტურნირებზე. დაგემშვიდობებით, დავუსტურებთ ჩვენ მაყურებლებს. სამშაბათს დაგიბრუნდებით სხვა თემებით, სხვა სტუმრებით. დღეს კი განახლდება მსოფლიო ჩემპიონატი, ღამის 12 საათზე საფრანგეთი, მაროკო და მოკლედ დავტყვეთ ფეხბურთით და ზოგადად სპორტით და ჯანსაღი ცხოვრებით. აბა დროებით, დაგემშვიდობებით სამშაბათამდე.